რაზე მინდა ლიზა შენთანაც ლაპარაკი და ხალხსაც ველაპარაკოთ ჩვენ საყვარელ მაყურებელს ველაპარაკოთ ამაზე და იმათაც თუ გაიგებენ რაღაცა მაგრამ მეტი არ აჩევდები მაგათმა რაღაცა გაიგო რა. მოკლედ რა მინდა რა ეს ხო არის ხოლმე რომ აუ რუსულ სიმღერებს როგორ უსმენთ, რუსებს როგორ კითხულობთ, იქ დასტაევსკი არაფერი არ არის, პუშკინი არაფერი არ არის, ჩეხოვი არაფერი არ არის, ტოლსტოი არაფერი არ არის. არავინ არაფერი არ არჩევ, რუსული არც პოეზია, არც პროზა, არც სიმღერა, არც არაფერი ამათვის არაფერი არ არის რა. ხო და სულ აი ეგეთ გვეკაჩებიან იქით რომ აი ეს დავამსხვრიოთ რაც უკრაინაში ხდება ხო და აი ზუსტად ეგეთი რა ძეგლების დამტრევა და ენის აკრძალვა და სიმღერების აკრძალვა და ნუ ეს საშინელი რა ეს ნაცისტური ამბებში ეს უნდოდა რუსოფრენია ეს უნდოდა ჩვენთანაც რა მაგრამ ჩვენი ვერ გათვალეს გესმის რას ლაპარაკობ ჩვენი გენეტიკა ვერ დათვალეს რა როგორ შეიძლება რომ უარი თქვა რუსულ კლასიკოსებზე პუტინის გამო, პუშკინსა პუტინის გამო როგორ უნდა თქვა უარი. ბიჭო, კარგი რაც არის, არაფერზე უარი არ უნდა თქვა, არც ინგლისურზე, არც რუსულზე, არც ქართულზე, არც კარგი, ხო, ბარი უაიტი კარგია და უსმე, ხო, რაღაცა, ვიღაცა, აი ტარი ვერდიევი რა, ტარი ვერდიევი, აი ჯერ ზედი თბილისელი, ძალიან მაგარი, ჯერ მამაშების სკოლელი. ძალიან მაგარი მეგობრები იყვნენ ერთმანეთში. თან უმაგრესი კომპოზიტორი წარმოიდგინე რა. თან ეხლა რო ვფიქრობდი ეს ბავშვი რო გაჩნდა, ლევანიკო რო გაჩნდა, ცოტა ისეთ ხასიათზე ვიყავ, იქ ლევანი გამახსენდა, იქ რაღაცა და უცბად ეს რო სკროლავდი ტელეფონზე და ეს გამეჩიტა ეს სიმღერა, ახალი ქავერი რა, ტარი ვერდიევის და ისე გამეამა და გამისწორდა რომ აი პროსტო მეთქი ამით უნდა დავამთავრო მეთქი, ხვალინდელი გადაცემა თქო და ამით მინდა დავამთავრო. აუცილებლად მაგით უნდა დავამთავრო. რეალურად ერთადერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, აი ამათი ბრძოლა რუსულ კულტურასთან მილებად რეჟიმშია უკვე. იმიტომ რომ იცი რა არის უკვე ყველა ადამიანები დაფიქრდნენ უკვე კი არაზე დაფიქრდნენ, იცი? აი ის კომენტარებიც ხო ეგრე გავრცელდა, ხო? აი რუსული კანონია და ვიღაცები არ შევდივართ, განხილვაშიც არ შევდივარ. რატო? რუსულია. დამელაპარაკე? არა. ხო და ჭკვიანია ხალხი. არა არის, საქართველოში ნიჭი მარხია და ნიჭის დროა. ეგ არის არსებობს, თქვენ არ გეგონოთ არასოდეს რომ ხალხი ბრბოა. საქართველოში ეგეთია გენეტიკა, რომ ნიჭი მარხია და ნიჭის დროა რა. გეუბნებით მე თქვენ აგერი კომენტარებს არის, ხო ვათვალიერებ რა, აგძრება სული ამ კომენტარების დათვალიერებაში რა. ზოგადად ხალხში არის ძალიან მაგარი ნიჭიერება რა, იუმორის, ყველაფრის რა გითხრათ, სიმღერის მოწონების, გემოვნების, მაგარი ხალხი ვართ რა. არ არის რაღაც ბაბლი, პროსტო სისხლის მწოველები, რომელიც გადაივლის და გადახვეტავს დრო ამ ყველაფერს რა და საქართველოს მაინც საქართველოს ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე მაგარი და ყველაზე ესეთი ქვეყანა ვიქნებით რა. გადარჩენილი. ესეთი პატარა ქვეყანა ყველაზე უფრო გადარჩენილი რა. რატო? იმიტომ რომ ღმერთია ჩვენთან არც და იყოს. აი ამ სიმღერის დაგემშვიდობებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კარგად ბრანდებოდეთ. ბედნიერად მადლობა ყურადღებისთვის. Я прошу хоть ненадолго, грусть моя, ты покинь меня облаком, сизым облаком. Ты полети к родному дому, отсюда к родному дому. Берег мой, покажись вдали, краешком тонкой линией. Берег мой, берег ласковый, ах, до тебя, родной, доплыть бы хотят когда-нибудь. Где-то далеко идут грибные дожди. Прямо у реки в маленьком саду созрели вишни, наклонясь до земли. Где-то далеко в памяти моей сейчас, как в детстве тепло, хоть память укрыта такими
большими снегами. Ты гроза, напои меня до пьяна, да не до смерти. Вот опять, как в последний раз, я все гляжу куда-то в небо, как будто ищу ответа. Я прошу, хоть ненадолго, грусть моя, ты покинь меня. Облаком, сизым облаком, ты полети к родному дому, отсюда к родному дому.